ძალიან ბევრ სხვადასხვა ვერსიაზე ვისაუბრეთ, როგორც სამართლებრივ გზებზე, ასევე პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოსატან საკითხებზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თანდათანობით პოლიტიკური ცხოვრება ისევ გაცოცხლდება და სამოქალაქო მოძრაობა, სამოქალაქო პროტესტს პოლიტიკური კონტექსტის დაემატება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ითხოვ არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა დაიწყონ პასუხისმგებლობის აღება. მე ვფიქრობ, რომ ეს პაუზა იყო სწორი, მაგრამ ამასობაში თუ პაუზა ძალიან გაიწელა, უკვე ცოტა გაუგებარი ხდება არჩევნები, რომც დაინიშნოს მერე რა იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შემოვიდეს დისკუსიების მაგიდაზე და იმედი მაქვს, რომ დღევანდელმა შეხვედრამაც ამას მისცა ერთგვარი ბიძგი. დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა იმას, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები, როგორ უყურებთ არსებულ პროცესებს და რა შეიძლება რა ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში დაზღვეული იყოს ის რისკები, რა რისკებიც ამ არჩევნებზე, წინა არჩევნებზე გამოჩნდა, რომ იყოს სახეზე და რამაც გამოიწვია ეს კრიზისი, რომელშიც ახლა დღეს ვიმყოფებით, როდესაც ვერ ხდება ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობა იმის გამო, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა იყო არაერთი დარღვევით, რამაც საბოლოოდ მიიყვანა ქვეყანა იქამდე, რომ პარლამენტი ლეგიტიმურად არ შეუდგა საკუთარ უფლებამოსილებას და ახლა ვიმყოფებით ასეთ კრიზისში. ამ კრიზისიდან გამოსავალი ყველა თან ხვდება იმაზე, რომ არის ახალი არჩევნების ჩატარება.